ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ 2025 წლის ანგარიშს განიხილავენ. საგარეო კომიტეტში მოსმენა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ მის შეხსენებით დაიწყო, რომ რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტი და სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი ისევ პატიმრობაშია. დეპუტატები საუბრობენ BBC-ს ფილმზე და ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე, ამბობენ იმასაც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, მაგრამ ქართული ოცნება არა. განხილვა საგარეო კომიტეტში, რომელსაც რასა იუკნევიჩიანი წარადგენს, საქართველოში დემოკრატიულ უკუსლას, ასევე ივანიშვილის და ოცნების ლიდერების დასანქცირებასაც ეხება. უფრო ცლად რა ხდება საკომიტეტო მოსმენაზე, სოფო ვარდიაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. როდესაც ვეძებთ განმარტებას, რას ნიშნავს დემოკრატიული უკუსლა, ლექსიკონი აღარ არის საჭირო, საჭიროა თბილისში ჩაფრინდე, ასე გამოხატა მდგომარეობა საქართველოში ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა. განხილვაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე, სადაც ანგარიში წარადგინა რასა იუკნევიჩიანემ, ის არის მთავარი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე. მან ილაპარაკა ყველა კრიტიკულ საკითხზე, რაზეც წინასწარვე იყო ცნობილი და რომელიც ასახავს უკან დახევას ყველა მიმართულებით. აქ ლაპარაკია მიმართულებებზე, სადაც საქართველოს რეფორმები უნდა გაეტარებინა, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წასულიყო წინ. ოცნების ხელისუფლებას ამ განხილვაზეც შეახსენეს ყველა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, მათ შორის ეგრეთ წოდებული გრანტების შესახებ კანონმდებლობა, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. და კიდევ გაიმეორეს განხილვაზე სანქცირების საჭიროება ბიძინა ივანიშვილისა და ყველა ოფიციალური პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსლაზე და ადამიანის უფლებების შელახვაზე. განხილვას ევროპარლამენტარების გარდა კომიტეტის ხდომაზე ესწრებოდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ევროკომისიის წარმომადგენლებიც. რეგრესია 9 პრიორიტეტზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის პირობა იყო. მაშინ, როდესაც ამტკიცებენ, რომ ევროინტეგრაცია მათი სტრატეგიული მიზანია, მაღალჩინოსნები და მთავრობასთან აფილირებული მედია სისტემატურად ეწევიან ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას, რომელიც აგებულია დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ ნარატივებზე. ეს ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობას დემოკრატიულ უკუსლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, ბიძინა ივანიშვილის და სხვა საკვანძო მაღალჩინოსნების ჩათვლით. არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ამ პრორუსულ მთავრობას, მაგრამ სამწუხაროა, რომ დიდმა ქვეყნებმაც უფრო ადრე ვერ დააწესეს სანქციები. ეს იყო სერიოზული შეცდომა. უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, რომ ევროკავშირმა ვერ შეასრულა ვალდებულებები, როდესაც ეს მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ვეძებთ განმარტებას, რას ნიშნავს დემოკრატიული უკუსლა, ლექსიკონი საჭირო აღარაა. საჭიროა თბილისში ჩაფრინდე. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციას ძირი გამოუთხაროს. ისინი რუსეთთან ერთად მიდიან და საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულს ხდიან. ეს გეოპოლიტიკურად ბეცი სტრატეგიაა, მაგრამ საშინელი სტრატეგიაა მათი ხალხისთვის, რომელსაც დღეს ნაკლები თავისუფლება აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია. ისინი თავისუფლად ვეღარ აწყობენ დემონსტრაციებს. ქართულმა ოცნებამ მათ წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა, რაც სრულიად მიუღებელია, თუ BBC-ს ცნობა დადასტურდა. მაგრამ მტკიცებულებები სწორედ ამაზე მიუთითებს. ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს საითკენ სურს წასვლა. თუ ევროპისკენ სურთ, მაშინ ქმედებები უნდა შეცვალონ. თუ სურთ რუსეთის ორბიტის ნაწილად ყოფნა, მაშინ ამბიციებზე უარი უნდა თქვან და გულწრფელი იყვნენ საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რადგან ატყუებენ. ერთადერთი რაც იმედის მომცემი არის ქართველი ხალხი, მზია ამაღლობელის მსგავსი მამაცი ხალხი, რომელსაც დამსახურებულად გადავეცით სახაროვის პრემია. ევროკომისიის მიერ 2025 წლის ნოემბერში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ასახა პოლიტიკური ვალდებულებების აშკარა ნაკლებობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ მიეღწია პროგრესისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ანგარიში მიუთითებდა უკან დახევაზე გაწევრიანების პროცესში ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ის საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით განიხილავს.
როცა ამავე დროს განამტკიცებს სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებებისადმი. სამწუხაროდ, ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელა ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრული რიტორიკა, ისევე როგორც ზომების მიღება არასწორი მიმართულებით. შეშფოთებული ვართ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით უცხოური დაფინანსების შესახებ. ეს ინიციატივა ჩვენი თვალთახედვით მიუთითებს ხელისუფლების შემდეგი ძალისხმევის ესკალაციაზე, რომ კაცრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე. ჩვენ სრულად ვეთანხმებით შეფასებას, რომ საქართველოს ქმედებები არ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ასევე შეშფოთებით აღნიშნავთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სერიოზულ უკუსლას, რომელიც დღემდე გრძელდება ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით. ამით საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი. ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებას მათ მიერ გამოცხადებული ამბიციის მიუხედავად 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამ კონტექსტში მკაფიოდ გამოხატეთ ჩვენი მოლოდინები ხელისუფლების მიმართ. ეს მოლოდინები გულისხმობს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების გატარებას ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ჩვენ ასევე ველით, რომ შეწყდება აგრესიული ნარატივი ევროკავშირის ელჩებისა და ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ახლა შესწორებების შესატანად არის გარკვეული დრო დარჩენილი. საბოლოოდ ამ ანგარიშის დამტკიცებას ევროპარლამენტში 4-5 მაისისთვის ელიან.